პარისკევი დილამშვიდობის. როგორ ხართ? მე ასეთმა დასიებულმა გავაღვიძა ეს კაპა არის შეინის, ესეც ლარიანების კაპა. მაგრამ ძალიან მომწონს. ესეთი. გარეთ ჯარი გველოდება. ორი მეტ საკმულეში მაქვს შენახო. და მხოლოდ ეს მაქვს და უნდა ვაჭამო, სასწრაფოდ უნდა ვიბანავოთ, იმიტომ რომ წოხელშუქი ჩამიქრა და ვერაფერს ვერ ვხედავდი, სანთლები ვერ ავანთე და დავრჩით დასაბანი, მაგრამ ვფიქრობდი, რომ იმდენად საერთო გათიშვა იყო, რომ რა ეშველებოდათ იმ ადამიანებს, რომლებიც შეერთებულები იყვნენ. და მე რატომღაც თავი დავიმშვიდე, რომ ყველას ექნებოდა გენერატორები და დაქორქავდნენ და არავის არაფერი არ მოუვიდოდა. მე რაც ჩემმა ტელეფონმა გაძლო, დავიწყე კითხვა. შევყევი და დაიპოსტა, რომ ყველა საავადმყოფ განათებულია. ისე შემეშინდა, ისეთი მშიშარა ვარ ხალხო, თქვენ ვერც წარმოვიდგენთ. მე ძახილი ჩემ ბავშვი. თან უნდა დავუჩქარო. არ ვიცი აყოფათ თუ არა, მაგრამ მე კიდევ მოვუტან საღამოს და ამაში ვავლებ ხოლმე წყალს, რომ უდანაკარგოთ ვაჭამო. ოპსა, ცოცხი მომყვება. ისიც ესეცილებები არიან, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის ამ დილის რუტინაში, რომ ძალიან გაოცებული ვარ. ჩემი კატის დედობით. ისევ დუდუს აჭმევს, 4 თვის კნოპები არიან. საჭმელზე ელოდება, როდი შეჭამენ პატარები. და იმ ხალხს რა სჭირს, მეტაშვილებს რო ვაბარებარ ხოლმე, როცა ცხოველს შეუძლია ესეთი დედობა გქონდოს. მისამისაც ვუმატებ ხოლმე ხარ მაგწამით გაჩვენოთ. ასენი გავამზადე, უნდა დავკეცო. ვის დაუხდია ესე ფეხსაცმელი? მეზობლებსაც ლოგინი უკვე აულაგებია. მოდი თაკით გარეთ გამრი. შენაბა წაჩუნჩულდი. ნახეთ, თავი ამოწია დედამ, ეს მამა. ასე შორს ის, სანამ პატარები არ დაამთავრებენ ჭამას. ეს მომისպես აღარ ვარგა. სანამ პატარები არ დაამთავრებენ, იქამდე არავინ არ ჭამს. ეს სიტყვა დამივარდა, ეხლა ჩამოხსენ და ჩემი ყვავილები. ეს ნახეთ, მეორე ამოიტანა, ამან ცოტა პატარა, მაგრამ მეორეა. ვინმე შემიხარის ჯაია მასია. შენ ციცო, შენ ხარ ყველაზე კარგი დედა, ციცინო. საოცარი დედა, აბა სახსინო იყურები. არ მიყვარს ხოლმე ნეგატიური ინფორმაციის მოსმენა, ზოგადად ტელევიზიასაც იმიტომ არ ვიხდი, რომ სიცოცხლე არ გავიმწარო. ჩემა ირიკომა ჩუქა ზღვაზე იარება და მე სამუშაოზე დავდივარ ამით, რომ ზღვაზე წავიდე. რომელი დასვენება ხალხო, ნეტარითი ისვენებენ, ძალიან მაინტერესებს. ვერაფერი ვერ გამოვყლიდე, ვერავის. სანამ რაც მინდა რომ თქვა იმაზე გადავალ,
28-ში ჩემი მზე ბიჭის დაბადებაა. ძალიან მიყვარს ჩემი შვილების დაბადების დღე ზუსტად ისე, როგორც საკუთარი. უფრო მეტადაც. უფრო მეტად ვფიქრობ ხოლმე, უფრო მეტად ვერთვები, უფრო მეტი მინდა ხოლმე რომ გავაკეთო. იმიტომ რომ ვიცი, ესეთი ხასიათი მაქვს, რომ რაღაცნაირად კარგად იწყება. თითქოს ახალი წელია იმ წლის და ესე უნდა დაიწყო. გუშინ მხოლოდ იმიტომ რომ გაიცინა და მხოლოდ იმიტომ რომ არ გავიდა იმ ტერიტორიიდან 17 წლის ბიჭი მოკლეს. არ მძინებია. თვალი ვერ მოვხუჭე. მე მოზიარე ვარ იმ დედის, ვისაც ეს ღიმილი ჩაუქრეს. მაგრამ საშინელება ამის გააზრება, საშინელება ეს ამაზე მეტი ჯოჯოხეთი დედამიწაზე არ იქნება, რომ შენ შვილს სიცოცხლე ვიღაცამ ხელყოს. მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვი იყო და გაიცინა. შეიძლება ცუდათაც ეხა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვის აქვს უფლება, ჩემი ცუდი შვილი. ნებისმიერი დედის ცუდი შვილი. და იმ დედის მოზიარეც ვარ, რომლის შვილმაც ეს ჩაიდინა. და მე მას რომ ვუსმენდი, მე ის ქალი შემეყვარდა. ის ქალი აბსოლუტურად იაზრებდა და საშინელ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ესეც მისი შვილი იყო. შვილი, რომელიც მე არ ვიცი. გამოიყვანა ფსიქიატრიულიდან, მასაც პრობლემები ჰქონდა. მე რა 40 წლის იყო. მისი შვილი იყო. ქვეყანა სადაც დიდ დიღომში რამოდენიმე დღის წინ მინდობით აღსდაში 15 წლის გოგო მე-9 სართულიდან გადმოვარდა. თუ გადმოხდა და თავი მოიკლა, თუ არავის არ უკივლია. კიდევ კარგი იქ არ ვეყავ, ხშირად ვრჩები ხოლმე ჩემს მეგობართან. ეს ალბათ მოსასმენად და აღსაქმელად, რომ იქ ახლოს მოხდა ეს. არავის არ უტირია და არავის არ უკივლია. ასე ჩუმად გარდაიცვალა ერთი უპატრონო 15 წლის მოზარდი. ქვეყანა სადაც მაღალჩინოსანი თავის ცოლს პოლიციელი სცემს და ტყეპავს. კიდევ ვიძახი, რომ ყველას შეიძლება შეეშალოს, მაგრამ სიცოცხლის და ფიზიკური შეხების უფლება არავისთან არ აქვს. ამ ქალბატონმა მას 3 შვილი გაუჩინა და სცემს მას, სცემდა. და ახლა დილას შემხვდა ვიდეო, ისინი უშლის ხოლმე, სადაც სასამართლო პროცესია ნაჩვენები, სადაც ჟესტიკულაციის ენით ემუქრებაო. ქვეყანა სადაც ქორწილის უფრაზე გვიფურთხებენ და მერე გვიჭერენ. და არ ვიცი ხალხო, რამდენი რამე ხდება. და აი ამ ყველაფრის მოსმენა, აი ამ ყველაფრის გადახარშვა, აი ამ ყველაფრის გაანალიზება ჩემთვის არის უსაშინლესი. ქვეყანა სადაც გამოვიდა ერთ-ერთი ძალიან პატარა გოგო, რომელსაც 9 წლის ასაკში აუპატიურებდნენ. მე არ ვიცი. მე ყველა მისი ჩანაწერი მოვისმინე. ერთ პერიოდი ესე გადავერთე თორაძეებზე.
და იმდენად ჩემთვის ეს ამოხოცვის, ის ამოჟლეტვის იყო საშინელება 80-იან წლებში ასე მოხდა, მგონი სოფელი ჯუგაანი იყო, სადაც ასე ამოხოცეს მთელი სოფელი და ჯერ იმის მოძებნა დავიწყე და კითხვა. ეს არის ყველაზე კარგი ფანჯრების სტილა, გოგოებო, თუ სადმე წააწყდით იყიდეთ. მე არ ვიცი, 9 წლის ბავშვზე ლაპარაკი. 9. და ყველაზე რაც მე ძალიან მაშინებს, ძალიან თრგუნავს, რომ დღესაც შეიძლება იყოს ჩვენს გარშემო მსგავსი და ეს ბავშვები შიშით ვერ ყვებოდნენ. ეს ბავშვები სირცხვილით არ ამბობდნენ. მე ნატას ყველა ვიდეო მოვისმინე და დავრჩი გაოგნებული აი ამის ფონზე როგორ შეძლო მან ასეთი ფსიქიკის შექმნა მის მერე რაც მას დაემართა როგორ გაუძლო როგორ დარჩა ადამიანად, როგორ საუბრობს კიდევ, როგორ არ ვიცი, სოლიდარობაზე მეტი მას და კუბლაშვილმა რო დაიწყო ერთ-ერთი ბრალდებულის დაცვა ძალიან გაუბრაზდა, იმიტომ რომ ბანაობა რო ხდება ადამიანს ისე არაფერი არ ხდება, მაგრამ დასიებულ თვალებს რა ვუყო. მე იმასაც კარგად ვიაზრებ, რომ ყველგან ხდება ეს ყველაფერი. მე იმასაც კარგად ხვდები, რომ შემთხვევა ყველაფერს კარგად ხვდები და არც ძალიან აპოლიტიკური ვარ და ამას პოლიტიკურ საჩუქრს არ გამოვაკლავ და არც იმას ვიტყვი, რომ სხვა მთავრობის დროს ასეთი არ ხდებოდა, ის არ ხდებოდა და არც ერთი ფაქტით არ მიყვარს ხოლმე მე მანიპულირება და ქულების დაწერა და ასე შემდეგ. უბრალოდ ეს ფაქტები მე სულს მიღრღნიდა და რაღაცნაირად მიწამლავს ხასიათს ის რომ ჩვენს გარშემო ხდება ეს და გამეორებაც არ მინდა პატარა ბავშვების მერტო ჩემო და ნატასთან არ ვიცი ჩართული ვარ და ძალიან მინდა რომ თავისი გაიტანოს და მე მესმის ის რას ყვება მე მსგავსი ძალადობა არ გამომივლია მაგრამ მე ვიცი ძალადობა რას ნიშნავს არ აქვს მნიშვნელობა მას სექსუალურია თუ ფიზიკურია თუ ფსიქოლოგიურია ძალიან კარგად მესმის მე და მიხარია რომ არიან საქართველოში ქალები რომლებიც ამის მერე ფეხზე დგებიან ამის მერე ყველაფერს აკეთებენ და ხალხო გადავიხეხე ვიბანავე და ნახეთ ეს ვერცხლის ცეპის ბრალია მაგრამ ძალიან საყვარელო გოგომ დამიწერა მანქანა დასახლია კურთხევ არ მახსოვს ვინ არის თიკო მგონი სანამ გარდაიცვლება ქრისტიანი ადამიანი რას უკეთებენ აზიარებენ ხოლმე ხო
ძალიან ცუდი შედარებაა, მაგრამ კურთხევა მანქანის ჩემთვის არის ძალიან მიუღებელი. არასდროს არ მიკურთხებია, ხატი ჯვარი სულ მაქვს მანქანაში, მაგრამ კურთხევა არის ახლის იმ ადგილი, სადაც ხარ, რაღაც მანქანაზე ვერ აღვიქვა მაგას, მაგრამ ამ შემთხვევაში ხუმრობით რო გაქცევ პასუხი და მოგეფევა ამას, თუ აზიარებ და ჩავბარებ ჯაჭით, თორე კურთხევა აღარ უშველის. ეს თვალის საცხი, რომელშიც მთელი საშინელი თანხა მივეც ჩემმა შვილმა ერთ კვირაში გამიტეხა, ჩამოუვარდა, ძალით კი არა, შემთხვევით ჩამოუვარდა. და ასე მიდევს. ფეხებით ყავს დაკიდებული, რომ სამყურის ჭხილი შეიწოვს. ასე რომ სახლი ნაკურთხია. მანქანას ვაზიარებ და აუცილებლად ახავს ვეღარ დავიწყებ ხა ჯერ კიდევ ფეხს ვითრავ და კიდევ ლოცულობ რომ გავალ დაიქოქოს. მაგრამ ღმერთს არ ვაწუხებ კინეულობის რაღაცებზე, ღმერთს არ ვწუხავ რომ ჩემი შვილები იყვნენ ჯანმრთელები, ჩემი შვილები იყვნენ ბედნიერები, ჩემი შვილები იყვნენ ნაკლებად შეცდომიანები, ნაკლებად ცოდვიანები და მანქანაზე ნამდვილად ვერ შევაწუხებ უფალს. მანქანაზე ცოტა ხელი გაანძრიაო და დაქოქალო, როგორც წყლიდან ამოსვლაზე უთხრა ღმერთმა. მიყვარს ეს პროცესი არის ჩემი ქმნიდა ძალიან ლამაზი კუთხეს გამიტყდა, ნახეთ. მოძრა აქ თაროი. კაი მასაჟი მინდა. დღეს უნდა გადავიხადო ფიტპასი. არასდროს არ მივარჯიშია დარბაზში. მარტო მიცდია, გადამიხდია და მე არ მივდია. ძალიან სიამოვნებით უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ გავხდე. სიგამხდე არ არის ჩემი დევიზი, თუმცა ძალიან გავსუქდი. კუნთების მე მინდა რომ ცოტა ჯანმრთელ ცხოვრებას მივიღო ხელი, პურს შევეშვა ჩემს სიყვარულებს, დავალებო თავი პაპიროსები, რაღაც ცვლილებები ხო შეიძლება. ეს ძალიან ცუდ მზის დამცავია, გარეთ უნდა ვიმუშაო. პანჯრად გარედან. ეგეთი ამბები გოგოებო. ღმერთო არ ვიცი. ზოგადად იმისთვის რომ დამეყაროს მთელი ტურტლი ჭოჭყა და ყველაფერი იმდენი წავის ყველაფერი რომ კარგი დიდი ფენა მაქვს. იყოს ეს ნევიძინკები ცოტა ხანი. დავიდეთ ჩვენ გადავგარდეთ სამზარეულოში. ვენდედა თუ გამოგაძრობთ ამაზიანი ხელებით. გამოვყარე ჩემი ტეთრი კეტები. როდის ერთება გარეთ სხვა არ ვიცი. ეს იდეალური მდგომარეობა.
ცოტა ჭურჭელი მაქვს და სარეცხი ამას ვერ დავტოვებ. ჭურჭელს ვერასდროს ვერ ვტოვებ. შეუძლებელია. ეგ არის წარმოუდგენელი. აი, მე არ ვიცი ხალხო. მე ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. ყველაფერს დღესანთელი და საკმაოდ არ დამითია მოდით. გავაკეთოთ ეგეც. ეს სანთლების პარკი რომ გადავდე. გუშინდელს აქ შევიდა. Სანთლები მოვიტან აბეზანაში ვეწყებ ხომ მოიქმა. ვიცი ასანთ მქონდა გამითავდა საყიდელი მაქეთიც. ვიცი. ის დამავიწყდა მომეთქრო. გუშინეს ხურდები ხომ ვერსად ანუ ბანკში დავარეკე და ხურდის ბანკია სადღაც გურამიშვილზე და გურამიშვილამდე ეგ ფული არც ბენზინში მეყოფოდა არც ნერვებში. ხო და წავიღე და 500 ლარამდე ამოვიდა აპარატი ჩავყარი სათითაოდ და ვიყიდე დოლარი. ეგრევე დავაკონვერტირე. ეს არის ჩემი მანქანის პირველი ფული. ეხლა უნდა დავიწყო დამატება, იქნებ ცოტა მოვაგროვო და მე წავეთამაშო სესხს, იმიტომ რომ ძალიან მეშინია. რომ ვერ გადავიხადო, რომ ვერ გავუძღვე ნიკას უნდა ჯავახიშვილის ფსიქოლოგიური. ძალიან მიხარია რომ ჩემ შულზე მოვახდინე ისეთი გავლენა და ფსიქოლოგია ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ყოველთვის და ვცდილობდი რომ ჩავრთულიყავი, ვცდილობდი რომ წამიკითხავ, ვცდილობდი ნიკა უფრო მეტად არის ამაში. მისმა მეგობარმა ჩააბარა გოგონამ, ძალიან საყვარელი გოგოა, პირველი კურსის სტუდენტია. მისი გავლენაც არის და მე ვინოხერე რომ ჩემ შულს წინ აღუდგე. უნდა და რა თქმა უნდა. ანუ უნდა მოვამზადო. სესხი ვიხადო. ვითვლით გუშინ დაახლოებით 1000 ლარი მომიწევს თვეში რომ გადავიხადო. რომ პენსიამდე არ გამყვეს. არ ვიცი რომ მაგარი გოგო ვარ და შევძლებ, მაგრამ ძალიან მშიშარა ვარ. მე არ ვარ ის ტიპი რომ უცებ ჰოპ, ავიღო ვალი და ჰოპ ვიყიდო და ჰოპ მე ვინერვიულ, არა ჯერ ვნერვიულობ. ძალიან მეშინია და მე სიამოვნებას ვეღარ ვიღებ ხოლმე. ხო და გუშინ შემოვიდა ზარი მერიიდან. ალო გამარჯობათ, სხვათა შორის მე გითხარით და კიდე ხას გავუსვამ რომ თუ ვინმე საქმე გაქვთ მერიაში სატრანსპორტო სამსახურში და ასე შემდეგ მე მასეთი კვალიფიციური კადრი არსად არ შემხვედრია. მე მომსახურებით კმაყოფილი არასდროს არ ვარ ხოლმე. ეს არის პირველი შემთხვევა, სადაც მე მომსახურებით ვარ კმაყოფილი. აღფრთოვანებული. გარდა იმის, რომ მეორედ უნდა მიმაბრუნო. ძალიან დიდი ბოდიშის მოხდებით და ამერიკა უსაყვარლესმა გოგომ დამითხრა, რომ ეს ჩაინიშნე ეს ნომერი და ნუ ეს წესია და ნუ ეს წეს რას უზავ, მე ხო ვერ შევცვლი, ვერც ის.
მოკლედ რახან მე დავწერე და მე ჩემი ინტერნეტ ბანკით, ანუ ჩემი ბარათით მქონდა გადახდელი აღსრულება, უკან მე ვერ დამიბრუნებს, ანუ დაავიწყდათ საიდან მოჭრეს. მაგას კი ვერ ხედავენ, როგორ მოჭრეს. ეხლა ახალი განცხადება უნდა შევიტანო, სადაც თან უნდა დაურთო ნიკას ქულქარდის ანგარიში და ამ გოგონამ მკითხა, რომ კარგად ნახეო მოგცემს თუ არა საქართველოს ბანკიო. იმიტომ რომ ეს არის მის პირადიო, მაგრამ ეხო მაგ მიბმული რატო არ უნდა მომცეს? მეც ვხედავ და შემიძლია ვეტყვი, რომ ხედვა მაგ, ანუ ჩართული ვარ. და როგორც შეიტანო განცხადებასო, ეგრევეო დამირეკეო და იმ დღესვე მოხდებაო რეაგირება, ანუ იმ დღესვე დაბრუნდება თანხა უკან. 88 ლარი იქნება დახარჯული მაგ საქმისთვის და 90 ლარის ნერვები, რასაც დავდივარ, მაგრამ მე მაქვს ერთი დევიზი, რომ ჩემ შვილებს ვასწავლო, რომ სადაც შეგიძლია რომ გამოგივიდეს, არ უნდა გაჩერდე, არც 5 ჯერ მიდი, 20 ჯერ მიდი, მეტი დახარჯე, მაგრამ შენ რაც გეკუნთვდის, ის უნდა მიიღო. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამე, რაც უნდა დაინახონ ჩემგან და ისწავლონ, რომ აი ხო ძალიან მარტივი იყო. ნუ იშტო. გუშინ მივეცი 200 ლარი ფეხსაცმლისთვის და კიდე 100 ლარი დაბადების დღეს წავიდა. დავუმატებდი 80 ლარს და ვეტყოდი, რომ აი ჩარიცხა აღსრულებამ და შენი იყოს და მივაფურთხებდი ეშმაკს და შეგერგოს სახელმწიფო, მაგრამ არა. ვიბლი ავტობუსით, იმიტომ რომ იქ მანქანას ვერ გააჩერებ. ჩავიხუთები, ამოვიხუთები, არ ვიცი რა ნომერს მივყვები, გაწამებული ვიწანწალებ, ოღონდ იმპულს ვანახებ ჩემ შვილს, რომ დასაშვებია, რომ შენი საქმე მოიგვარო წვალებით, მაგრამ მაინც მოიგვარო, იმიტომ რომ ეს თანხარო ჩაერიცხება. ხო, მიხვდება, ძალიან გაუხარდება. ნუ ეს თავისით მოუგვარდა, მე მოვაგვარე. მაგრამ მე თვითონ რო შემთხვევა მსგავსი, აუცილებლად თვითონაც იგივე უნდა ქნას, თუ უნდა რომ მიიღოს მისი. წავედი ახლა მე. ცოტა ცუდი ნოტა იყო, მაგრამ აი ძალიან მაწყობდა ესე, მოკლედ უნდა მომეყოლა. ამ ბავშვებზე ცუდად ხვდები. ქალების მოძელადე კაცებთან რო არიან, ამ ქალებზე ცუდად ხვდები. ყველას ყველაფერი შეგვიძლია, მე ვარ ცოცხალი მაგალითი იმის, რომ ვერავის ვერ მოკლავს. ვერავის მე არავისთან ჩივილს არ ვაპირებ და საერთოდ. დავიწყებულია ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა არც განიხილება და ღმერთი, ჩვენ შემთხვევაში ღმერთის იმედზე ვარ მე და აუცილებლად სამაგიეროს ყველას გადაუხდეს, ვინც ჩემს ცხოვრებაში ცუდად ჩაერია, ვინც ცუდად მაგრძნობინა თავი, ვინც ჩემი ცხოვრება გაქექა, ვინც რაღაცები და მოკლედ ყველაფერი. მაგრამ ყველა ქალს გთხოვთ. არასდროს არავის არ მისცეთ ძალადობის უფლება კი არა, შეჩემა რო გითხრან, თავზე დაამხედ. ყველაფერი ესროლეთ, ყველაფერი უთხარით, ნუ დაიგროვებთ, ნუ ეწამებით. შეუცვლელი, მე ჩემი პატარა დორას იმ 22 და 23 წლის გოგოს ფიქრები მილიონჯერ მაქვს მოყოლილი და მილიონჯერ მithქვამს, რომ ყოველთვის იმას ვფიქრობდი, რომ სანაგვესთან მამა ჩემს რო არ მივიღე და ძალიან ჩვეულებრივი იქნებოდა კაცო, არ იღებენ მშობლები შვილებს, არ აძლევენ სახლკარს, ეს ყველაფერი მამა ჩემის ზურგით მაქვს, ეს მამა ჩემმა გამიკეთა. მაგრამ მე იმ წუთას გააზრებული მქონდა, რომ ნაგავსაყრელთან რომ მეცხოვრა. ის ადგილი უნდა დამეტოვებინა, ეს ყველაფერი უნდა დამემთავრებინა და წინ იყო ძალიან დიდი სიცარიელე. მე დღემდე რო ვიხსენებ, ძალიან მძაფრად მახსოვს ეს ფიქრები. ძალიან დიდ ხანს ვფიქრობდი ჩემი შიშებიდან გამომდინარე, ძალიან დიდ ხანს ვფიქრობდი. მაგრამ უნდა დატოვოთ არაფრის გამო. არც სახლის გამო, არც კარის გამო, არც სიმდიდრის გამო, არც იმისთვის, რომ თქვენ შულს მამა ყავდეთ, არა, არაფრის გამო არ მოითმინოთ. არაფრის გამო. დღეს ვინმე ოდნავ აუგათ რამე რომ მითხრას, მაგრამ
აქამდე კიდე ცოტას ვითმენდი ხოლმე დღეს ძალიან ავივარ. გუშინ აფთიაქში ვერ დამიბრუნა კონსულტანტმა 10 ლარი ტერმინალზე ვერ შეძლო უკან გადმოიცხვა. მივაწოდე ჩეკი, სადაც აწერია, რომ იმ ლოკაციაზე, ანუ მისამართია. არ იცის იმერო ბუღალტერი ვერ და ხე მე ვიცი ის ყველაფერი. აქ იყიდეთ. ძალიან გავლანძღე. და ძალიან ცუდად მომდის ხოლმე მე რომ გამოვდივარ, მაგრამ იმ წუთას ანუ ოდნავ რაღაცეებსაც რო ვერ ვაგვარებ, ოდნავ და მე რო ვინმე შეურაცხყოფა მომაყენოს, ჩემზე რო ვინმე მიძალადოს. არ ვიცი. ნუ მოითმენდი. ყველაფერს ღმერთი ისე დაალაგებს. თქვენც ვერ წარმოიდგენთ, ვერასდროს ვერ წარმომედგინე. ჩემი შიშებიდან გავამდინარე. დღემდე შუქანთებელს მძინავს, დღემდე კაკუნის მეშინია, დღემდე ფეხის ხმის მეშინია, ეს ყველაფერი წამებად დამრჩა, რაზეც სამუშაო მაქვს, მაგრამ დღეს სხვანაირად ვფიქრობ და ყველა თქვენგანს. არა ის რომ ხა ჩემი ქმერი აღარ მინდა და ესეთ რაღაცებზე არ წამოხვიდეთ. სისულელეებს ვკითხულობ ხოლმე რაღაც გოგონების ჯგუფია და ვაიმე მეტ ლუდს ვავის და ხალხო თუ არ გცემთ, თუ არ იკეთებს, თუ მოთამაშე არ არის, თუ არ გავიწროვებთ. არა მინდა რას ნიშნავს, მე დაგაძალე რომ გაყევი? უნდა მოინდომო. ოჯახებს ისე ანგრევთ თითქოს ესე იყოს, ჰოპ, ვიღაცამ წერდა, გაშორდი იმ შენ ცუდ ქმარს და მე მიწერო ისაც გინდა. არ ვიცი. გვიყვარდეს ერთმანეთი. არავის არ დააჩაგვინოთ თავი ზედმეტად, არც ცოტაზე. ბედნიერ პარასკევს დღეს გისურვებთ, პარასკევ დღეს გისურვებთ, რამდენი რამე მოვყევი, წავედი, ახლა გაჩუმდი.